ევროპის რამდენიმე ქვეყანა ისევ ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვის. სტიქიის მასშტაბი განსაკუთრებით იზრდება ბელგიაში, სადაც ცეცხლი უდიდეს ბუნებრივ ნაკრძალში 2 დღის წინ გაჩნდა და უკვე ტერიტორიის მესამედზე გავრცელდა. ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება და მეტიც არის საფრთხე გერმანიის საზღვრისპირა ტერიტორიაზეც გავრცელდეს. უკვე რამდენიმე კვირაა ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთსა და საფრანგეთში. ცეცხლმა ათასობით ჰექტარი გაანადგურა ხორვატიაშიც, სადაც 1200 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ერთი კი სტიქიას ემსხვერპლა. წინასწარი შეფასებით წელს ტყის ხანძრებისგან ევროპისთვის მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა შესაძლოა 15 მილიარდს გადააჭარბოს. ყველაფერი უბრალოდ გაქრა. ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრება. ყველაფერი დაიწვა. რამდენიმე საათი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხორვატიის ქალაქ ომიშში ადამიანების ცხოვრება მთლიანად შეცვლილიყო. ცეცხლმა დაახლოებით 1000 ჰექტარი გაანადგურა. დაღუპულია ერთი, დაშავებულია ათობით ადამიანი. ხანძრის ჩაქრობას 300-ზე მეტი მეხანძრე, ათეულობით სპეციალური ტექნიკა და ავიაცია ცდილობდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. დაახლოებით 1200 ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. მათ შორის არიან ჰანია და ბრანკო ბრაიჩები. ცოლ-ქმარი, რომლებმაც ხანძრის შედეგად საკუთარი სახლი დაკარგეს. ყველაფერი განადგურდა, საბუთებიც კი დავკარგე, სამედიცინო ჩანაწერებიც აღარ მაქვს. აღარაფერი დამრჩა. მთელი დღე აქ ვზივარ. 3 დღეა არაფერი მიჭამია. არც ვიცი, როდემდე შევძლება ასე ყოფნას. ძალიან რთული იყო. ბოლო წამს გავიქეცი. მეზობელი დამეხმარა. ცეცხლი ჩემგან დაახლოებით 30 მეტრში იყო. ბევრი კვამლი ჩავისუნთქე. ჩემი ქმარი მძიმედ არის ავად, ომის ვეტერანია და შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ჩვენი ბინა გავყიდეთ, ყველაფერი ამ სახლში ჩავდეთ, რომ ბუნებაში ეცხოვრა. ახლა კი ყველაფერი გაქრა. მე მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, მაგრამ რაც ვნახეთ იყო კატასტროფა. ეს იყო აპოკალიფსი. ხანძრის მასშტაბი იზრდება ბელგიაშიც. ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტყის ხანძარს ასობით მეხანძრე ებრძვის. ცეცხლი ქვეყნის უდიდეს ბუნებრივ ნაკრძალში, ჰოეს ვენში 2 დღის წინ გაჩნდა და უკვე ტერიტორიის დაახლოებით მესამედი მოიცვა. მეხანძრეებს მუშაობა რთულ პირობებში უწევთ, რადგან ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს როგორც ამინდი, ასევე ნაკრძალის რთული რელიეფი, რომელიც ჭაობიან ტერიტორიებს, ველებსა და ტყეებს მოიცავს. არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებამდეც მივიდეს. ახლომდებარე დასახლებებიდან 1000-მდე ადამიანი ევაკუირებულია. სტიქიის შესაკავებლად ბელგიამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა. გერმანიაში, სადაც რამდენიმე დღის წინ მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძოდნენ, ცეცხლი უკვე კონტროლს ექვემდებარება. თუმცა რეგიონში საფრთხე კვლავ რჩება. ბელგიაში გავრცელებული ხანძარი გერმანიის საზღვარს უახლოვდება. შეშინებული ვარ, რადგან პოლიციამ ევაკუაცია გთხოვა. ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სუნი, კვამლი და უცებ დაბნელდა. ყველაფერი შეიძლება 1 წუთში შეიცვალოს. ქარი ყველაფერს ცვლის. გგონია რომ უსაფრთხოდ ხარ, მაგრამ შემდეგ ქარი ყველაფერს ცვლის და ცეცხლი ჩვენსკენ მოდის. ეს ძალიან ართულებს საქმეს. ერთ მომენტში ჩვენი პოზიციის დატოვება მოგვიწია, რადგან ეს ძალიან საშიში გახდა ჩვენთვისაც კი. უკვე რამდენიმე კვირაა ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთსა და საფრანგეთშიც. ესპანეთში რამდენიმე კერის წინააღმდეგ ბრძოლაში ათასობით მაშველი და სამხედროა ჩართული. ქვეყნის ჩრდილოეთით უესკას პროვინციაში ცეცხლმა 16600 ჰექტარზე მეტი მოიცვა. 19 დასახლებიდან კი 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ესპანეთის სამხრეთში, უელვასა და სევილიის პროვინციებში კი ხანძარმა 38000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა. რთული ვითარებაა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში. ლანდესის დეპარტამენტში ხანძარმა 1500 ჰექტარზე მეტი მოიცვა. საფრანგეთში მიმდინარე წელს დამწვარი ტერიტორიის ფართობმა უკვე 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა. მხოლოდ ივლისის ბოლოს სამხრეთ-დასავლეთში ორმა მასშტაბურმა ხანძარმა 50000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა და 220000-მდე ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია. ძლივს მოვასწარით ნივთების ჩალაგება. გვითხრეს, ხანძარი სწრაფად მოდის, უნდა წახვიდეთ. ნერვიულობდი, რადგან ვხედავდი, როგორ ახლოვდებოდა შავი კვამლი. საფრანგეთში ლანდესის დეპარტამენტში ხანძრის ფართობი უკვე 1600 ჰექტარს უახლოვდება. ცეცხლი 2 ფრონტად არის გაყოფილი. კერები კვლავ აქტიურდება და ცეცხლი სოფლის სახლებთან სახიფათოდ ახლოს მივიდა. მეხანძრეები სწორედ ამ მონაკვეთზე ცდილობენ ძალების კონცენტრირებას, რათა ცეცხლმა დასახლებამდე ვერ მიაღწიოს. წინასწარი შეფასებით ევროპაში მიმდინარე წლის ტყის ხანძრებით მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა შესაძლოა 15 მილიარდს გადააჭარბოს. ევროკავშირის კვლევითი ცენტრის შეფასებით
მშრალი და ცხელი პირობები რეგიონში შესაძლოა შემოდგომამდე შენარჩუნდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ევროპისთვის ახალი რეალობის დასაწყისი იყოს.